საღამოშიდობისას ძვირფასო ტელემაყურებლებო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათი დარჩა. ყველა ჩვენგანთან მიბადება კითხვა, თუ რა იქნება ხვალ, როგორ ჩატარდება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები. იქნება თუ არა დაძაბულობა ჩვენს ქალაქში. სულ რამდენიმე საათი რჩება წინასაარჩევნო აგიტაციის დასრულებამდე, 12 საათზე როგორც ცნობილია წყდება ეს აგიტაცია. და ახლა ამჟამად ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. საკმაოდ დაძაბული დღეები ეს ბოლო 2 დღე განსაკუთრებით. დღეს უკვე დაიწყო საარჩევნო უბნებში, ასე ვთქვათ, ბიულეტენების გაგზავნა. რა ინფორმაციას ფლობს ნაციონალური მოძრაობა, რა დარღვევასთან ხوار გვაქვს აი ამ წუთებისთვის საქმე? ცოტა არ იყოს ჩვენ ალბათ თავით შევაწყნოთ ჩვენ მაყურებელს ჩვენი აქტიურობით იგივე ტელეეთერის მეშვეობით ჩვენი კლიპებით. მაგრამ ხვალ ეს ყველაფერი დამთავრდება და მინდა ვისურვო რომ ის დამთავრდეს სასიკეთოდ ხალხისათვის, სადაც სამგაოდ ხალხმა გააკეთოს თავისი ერთეული არჩევანი და ყველაფერმა ჩაიაროს ყოველგვარი დაძაბულობის და ექსცესების გარეშე. რა თქმა უნდა, იმ პირობებში თუ არჩევნები სამართლიანი ჩატარდება. ჯერათ რომ მე ერთი რამე მინდა თქვა გოგა პირველ რიგში რომ არავისი ხელისუფლებას ისე არ ეშინია როგორც ნაციონალური მოძრაობის. არავინ ხელისუფლებას ისე არ აღიზიანებს როგორც ნაციონალური მოძრაობა. ამის ნათელი დასტური იყო ის კონკრეტული მაგალითები, ის კონკრეტული შემთხვევები, რაც მოხდა იგივე თუნდაც დონეში, იგივე აჭარაში, იგივე ზუგდიდში და ასე შემდეგ. ჩვენ ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც პირნათლად ვასწრებთ. მე შემიძლია ვიამაყო ამით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც თავისი დანაპირები წერილობით დადასტურებული მოსახლეობის წინაშე შეასრულა. ეს მოხდა კონკრეტულად თბილისის მასშტაბით და თავისთავად ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მარტო თბილისი არ არის საქართველო და საქართველოს რეგიონებს უფრო მეტად უჭირთ ვიდრე დედაქალაქს. და ჩვენ ვაპირებთ ანალოგიური საქმეების კეთებას და იგივე დანაპირების განხორციელებას ამ შემთხვევაში გორშიც, რაც უშუალოდ თბილისელების წინაშე შევასრულებთ. ჩვენ იცით ალბათ გავაფორმეთ ის წერილობით ხელშეკრულება გოროლებთან, რომლებშიც ჩვენი კონკრეტული დანაპირებები დაახლოებით რამდენი ეგზემპლარი დარიგდა და რამდენი ასე ვთქვათ ხელმოწერა შეგვიძლია. ზუსტად მე ვერ გეტყვით ეს ჩვენი აქტივისტების მეშვეობით გაკეთდა შტაბი ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, მაგრამ საკმაოდ ისეთი რაოდენობა დარიგდა და ჩვენი კონკრეტული დანაპირები იგივე პენსიების გამომაგებასთან დაკავშირებით, ძველი დავალენების გაცემასთან დაკავშირებით, იგივე მიწის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლებზეც საპირისპირო პიარი ააგორა ხელისუფლებამ და ამბობენ რომ აი როგორ შეიძლება მიწის გადასახადის გაუქმება. ეს ყველაფერი ჩემ კარგი გვარის რეალობა და ჩვენ ამას ჩვენ ნათქვამ სიტყვა შევასრულებთ. ბანერები მე გკითხეთ რა ჩაგეკითხეთ. თქვენ თუ გჯერათ რომ სამართლიანად ჩატარდება ყვანილი არჩევნები? მე მინდა გავიჯერო, მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ რეალურად თუ გადავხედავ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არ იქნება. ის კონკრეტული მაგალითები და ეს კონკრეტული შემთხვევები, რაც უკვე ქალაქში ხდება, იგივე საუბნო კომისიებში, საუბნო კომისიაში, სახელმწიფო ბლოკის ადგილობრივ შტაბში, თალსახად მეანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დღეს მაგალითად რამდენიმე სოფელში მასიურად დაიწყეს იგივე რაღაც პროდუქტების დარიგება. არ შეიძლება ხალხს თვალში ნაცარი შეაყარო. შაქრის დარიგება. არ შეიძლება ხალხს თვალში ნაცარი შეაყარო და ამ რაღაც 1 კილო შაქრის ფასად მისი მომავალი წაართვა მას. მე ძალიან კარგად ვიცი თუ საიდან არის მოტანილი ის ფული, რომელთაც ეს შაქარი შეიძინეს კონკრეტულმა ადამიანებმა და შემდგომ ურიგებენ მოსახლეობას. ერთი ტომარა შაქრის ფასად ისინი 4 წლის განმავლობაში შეეცდებიან ჩვენივე ჯიბებიდან ამოიღონ 10 ტომრის შაქრის ფასი. ეს არის ძალიან მარტო. ბანო ირაკლი, მე ვიცი რომ ახლა აი ამ წუთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში. რა პროცესია და იქნებ საზოგადოებას განმარტოთ, რაზე ედავებით თქვენ სახელმწიფო ბლოკს? მე ახლა მოვდივარ სასამართლოდან, ჩვენ გუშინ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში კონკრეტული პიროვნებების მიმართ, გარკვეული საუბნო კომისიის თავმჯდომარეების და წევრების მიმართ. ძირითადად აქ არის საუბარი სახელმწიფო ბლოკის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე და თავმჯდომარეებზე, რომლებსაც ვედავებით ერთ რამეში, რომ ამ ხელისუფლებას იმდენად დაკარგული აქვს მოსახლეობის ნდობა. და თავისთავად ყველამ კარგად ვიცით რომ მათი მხარდამჭერი არავინ არ არის, მაგრამ სამწუხაროდ და თუ ამ შემთხვევაში ხალხისათვის საბედნიეროა ისიც არის, რომ მათ თვითონ კომისიების დასაკომპლექტებლად ვერ მონახეს ნეიტრალური ადამიანები. კანონი ამბობს ერთ რამეს, რომ არ შეიძლება კომისიის წევრი ან თავმჯდომარე იყოს საჯარო მოხელი. და ძირითადად თუ გადავხედავთ აი ამ სიას,
აქ არიან გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, გამგეობის თანამშრომლები, სხვადასხვა საჯარო სამხარეო თუ ადგილობრივი სამსახურების როგორც ხელმძღვანელები, ასევე რიგითი თანამშრომლები. ანუ ის ხალხი, ვინცაც ამ შემთხვევაში კანონის მეშვეობით ეკრძალება 2 სკამზე ჯდომა. შეუთავსებლობა გააჩნიათ და მეორე, უფრო სამწუხარო პირადად ჩემთვისაც, რომ კანონი ითვალისწინებს ასეთ პროცედურას, რომ თუ კომისიის წევრს მისი დანიშვნის დროისათვის შევსებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია ახარვეზებით, მას უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს. აი თქვენ არ დაუჯერებთ საკუთარ თვალებს თუ გადახედავთ ამ დოკუმენტაციას, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ ამ ადამიანების უმრავლესობამ წერა კითხვა არ იცის. დაშვებული აქვს ისეთი შეცდომები, საკუთარი ესე ვთქვათ, განათლება არ იციან როგორ ჩაწერონ, სპეციალობა არ იციან როგორ ჩაწერონ, მისამართებს ვერ წერენ ნორმალურად. როგორ შეიძლება ჩვენ ამ ხალხის იმედზე ვიყოთ არჩევნების ჩატარებაში ობიექტურობას თუ გულისხმობთ. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ჩვენ ამ სასამართლო პროცესს მოვიგებთ. დღეს ეს რომელსაც არ უნდა დამთავრდეს, ახლა მიმდინარეობს პროცესი. ეს იქნება დილის 5 საათი თუ 6 საათი. ჩვენ ამ პროცესს მე იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ. და ეს ხალხი ავტომატურად ამ ხალხდება, უფლებამოსილება შეუწყდება და ისინი ხვალ კომისიის მუშაობაში, კენჭისყრის პროცედურებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. ერთი ეს გაგვიადვილებს. რამდენი ადამიანია დაახლოებით 230 ადამიანია ესეთი, როგორც შეუთავსებლობით, ასევე ხარვეზებით. ერთი ეს ჩვენ გაგვიადვილებს მუშაობას იმაში, რომ დავიცვათ ხალხის არჩევანი. მიუხედავად იმისა, ნაციონალური მოძრაობის მიმართ იქნება ეს არჩევანი გაკეთებული ლეიბორისტული პარტიის, ახალი მემარჯვენეების, ბურჯაანდის დემოკრატების თუ ვისიც არ უნდა იყოს. ჩვენ ინტერესში შედის ერთი რამე, რომ არჩევნებზე ყველას ხმა იყოს დაცული. მე ამის გამო მე თვითონ მოვამზადე ეს არჩელი, რა თქმა უნდა, უფლებამოსილი პირის მიერ არის შეტანილი და ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხის ამოყრით ჩვენ კიდევ ერთ დამატებით გარანტიას შევუქმნით ჩვენს მოსახლეობას, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. თუმცა უნდა დაველოდოთ აუცილებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბანერები გუშინ ჩვენს არხზე გაჟღერდა ეს ინფორმაცია, რომ იგივე ბლოკი ერთობის ლიდერი გამოვიდა აფსანაძის პარტიის ეროვნული თანხმობის ლიდერის გაწყინების ასე ვთქვათ პარტიის წარმომადგენელი, რომლებმაც თქვენს სასარგებლოდ ისაუბრეს. ბუხნიკაშვილმა მოხსნა კანდიდატურა თქვენს სასარგებლოდ, ხოლო ერთობის ლიდერმა მაჟორიტარულ წესით არჩევნებში თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდა საკუთარ ამორჩევლებს. რაზე მიუთითებს ეს და რაზე მიაჩნევს ახლა ოპოზიციური პარტიები, ასე ვთქვათ, ეს ძალები თქვენს გარშემო იყრიან თავს? მე პირველ რიგში რა თქმა უნდა უშუალოდ მადლობა გადავუხადე და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ეხლა ამ შემთხვევაში გადავუხადო პირადად მადლობა ორივე ადამიანს, ბატონ სოსიაშვილსაც და ბატონ ბუხნიკაშვილსაც. ქვეყანაში სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ვერ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ჯანსაღი ძალები გაერთიანებულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ. ჩვენ ამის კარგი მაგალითი შევქმნით გორში. იგივე კარგი თანამშრომლობა გაგვაჩნია მათ პარტიებთან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი კოორდინაციით მოვახერხებთ ნებისმიერ ჩვენთაგანის თუ სხვა ასე ვთქვათ საარჩევნო სუბიექტის ხმების დაცვას. საუბარია კიდევ ერთ რამეზე, გოგა, საკმაოდ აქტიურად მუშაობს მოქალაქეთა კავშირის შტაბი, არც ისე არის მართლა საქმე, რომ მათი პოზიციების შესუსტან, მათ რესურსი აღარ აქვთ იმისა, რომ გაყალბებაზე იზრუნონ. მე ძალიან კატეგორიულად მინდა გავაფრთხილო ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეხება აქვს საარჩევნო პროცესში, რომ ყველას ყველაფერი მოეკითხება. არ დარჩება გაუცემელი პასუხი არც ერთ გამყალბებელის მისამართით. მე კარგად ვიცი ასევე როგორ აპირებენ ამაღამ ეგრეთ წოდებული მარცხენა ლევი ბიულეტენების დარიგებას კომისიის თავმჯდომარეებისათვის. სად მოიყრეს ეს ბიულეტენები თავს? რომელ უბანზე რამდენი ბიულეტენი იქნება გაცემული? ნუ ირწმუნებენ ჩვენი ასე ვთქვათ ოპონენტები, პირობითად ოპონენტები იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვევრში ვზივართ და ინფორმაციას არ ვიღებთ. ყველაფერი კარგად არის საზოგადოებისთვისაც ცნობილი. და მეორე, როგორ იბარებენ კომისიის თავმჯდომარეებს და როგორ თხოვენ, რომ თუ გაყალბების მექანიზმები მათ არ ექნებათ ადგილზე, ცარიელ ოქმებზე მოაწერინონ კომისიის წევრებს ხელი და შემდგომ ჩამოუტანონ რაიონის გამგებელს, რომელიც თვითონ თავისი შეხედულების ამერ ჩაწერს ციფრებს ამ ოქმებში. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთი რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაყალბებას ადგილზე ხელი შეუშალოთ. მეორე, გაყალბების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი პროცედურებით ბოლომდე მიყვეთ აი ამ საქმეს. და მესამე, ჩვენ არ ვაპირებთ იმას, თვალი დავხუჭოთ ამ გაყალბებაზე და ჩემი შვილის, თქვენი შვილის, საერთოდ ჩვენი შვილების მომავალი აი ამ ერთი პროვა ადამიანების გადასაწყვეტი გავხადოთ და ვიწყდეთ სახლებში და შევეგუოთ იმას, ისინი როგორ გააკეთებენ ამ ყველაფერს. გასაგებია, ბატონო, ეს საინტერესო კითხვა, რითის გადაცემა დავიწყდა შესავალი, რომელიც მე გავაკეთე. ხვალინდელი დღე, უბრალოდ ზეგინდელი დღე უკვე. რადგან აი თქვენ რაზეც საუბრობთ, თქვა დაუშვათ გაყავდა და დაუშვათ უამრავი ასე თუ ბიულეტენი ჩაიყარა უკანონოდ
აი ამ ყუთებში. რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა და ხო არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც გარკვეული სიფრთხილე, გარკვეული შიშიც ყია შეიძლება ითქვას იმის გამო, რომ უკვე ჩამოყვანილია გორში და მე ჩემი თვალით ვნახე ის ადამიანები, რომლებსაც უჭირავთ ხელკეტები, რომლებსაც უჭირავთ ფარები, ესეთი ალუმინის ფარები და ჩაფხუტები ახურიათ. ესეთი ადამიანები გორში უკვე ჩანა. რას მიუნიშნებს ეს? კიდევ ერთხელ ვიტყვი გოგო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება არჩევნების დღეს კანონის ფარგლებს გარეთ. თუ დაიწყო არჩევნების გაყალბება. თუ ჩვენ პირადად ჩვენს აქტივისტებს მოუწიათ ყუთების დაცვა და ამ შემთხვევაში სამართალდამცავებმა არაფერი არ იყონეს ამისათვის. თუ დაიწყო სერიოზული ექსცესები, ჩვენ არ დაველოდებით იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცედურებით მივახციოთ კანონიერ შედეგს. ქუჩარჩები. ერთხელ და სამუდამოდ. ამ ხალხმა მართლაც უნდა მოიშოროს ის შავი ჭირი, რომელიც ამ ქვეყანაში არის გაბატონებული. მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ხალხი გამოვიდეს მართლაც ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში იმ სასამართლო პროცედურებით, იმ რაღაც იურიდიული მექანიზმებით ჩვენ საბოლოოდ მაინც მივიღეთ ერთი რამ. უმუშევრობა, უპენსიობა, დაცინვა, ჩვენი ღირსების შელახვა, ფეხბურთის გათვლილება და ასე შემდეგ. დღეს ამ შემთხვევაში 2 ნოემბერს ხვალ წდება უმნიშვნელოვანესი დღეა და წდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ ჩვენ ამ მომავალს არ შევინარჩუნებთ ხოლ ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ჯანსაღი ძალისათვის მიცემული ხმებით. ფარგლებში, მაშინ ამ ქვეყანაში ისევ და ისევ შენარჩუნდება ის სტაგნაცია, რომელიც ახლა არის გაბატონებული. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო ამას წინათ უყურების ხათი შორის რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადებას და ცოტა არ იყოს გამეკვირდა, რომ რაღაც ირონიული განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ გორელები ვარ და ჩვენი საქმე ქუჩა არ არის, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში წავალ და ასე შემდეგ. იცით რა არის, არავის ინტერესებში არ შედის ექსცესები და დესტაბილიზაცია გარდა ხელისუფლების. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი და პირადად ჩემი თვითმიზანი. მე ერთ-ერთი რამ მინდა, რომ ჩემმა შვიდმა იცხოვროს ბედნიერ საქართველოში და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, მათ შორის იმასაც, რომ ქუჩაში გამოსვლა დაგჭირდეს. მაგრამ იგივე ხელისუფლება ამ შემთხვევაში თქვენ იმ არგუმენტს დაგიპირისპირებთ, რომ თქვენ კანონი დაარღვევთ, თქვათ იგივე მშვიდობიანი ასე ვთქვათ კონსტიტუციით კი განსაზღვრული მშვიდობიანი ასე ვთქვათ დემონსტრაციების და მიტინგების უფლება, მაგრამ რამდენად მართული იქნება ის საზოგადოება, თქვათ, რომელიც თქვათ თქვენს გვერდით დადგება ამ შემთხვევაში და ეს არ გადაიზრდება იგივე სისხლის ზღვრაში, თქვათ შეტაკებებში და ასე შემდეგ. კარგად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება ამას მოყვეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ ხალხს კიდევ ერთხელ გაუქრეს იმედი. ეს არის ბოლო ნაბერწკალი იმედის სახით, რომელიც ღვივის ადამიანებში. თუ ეს ნაბერწკალი ჩაქრება, ამ ქვეყანას მომავალი აღარ ეყოლება. ამ ქვეყნის მართვას გააგრძელებენ ის კლანები, რომლებიც დღესდღეობით აზიან ხალხის ინტერესს თავზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და უფრო მეტად ძლიერდებიან. დღეს რა ხდება საქართველოში? ყველამ კარგად იცის. ასლან აბაშიძემ დააჭარა, მისი კერძო საკუთრება გახდა. იქ მედია მეზრუშვილმა თავი კახეთი გამოაცხადა თავის რაღაც გუბერნიად, ლევან მამალაძემ ქვემო ქართლი. ეხლა აქ იგივე პრეცედენტი იქნება გორში ფობლიანდის მხრიდან. მისი კლანი საკმაოდ მოძლიერდა ამ ბოლო პერიოდში. და რა გვჭირდა დარჩენია ჩვენ. მხოლოდ ვისხდებით ჩვენ სახლებში და ვისუნთქოთ ჰაერით, რომელიც დღეს ჯერჯერობით კიდევ უფასოა. ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეგუებას. აი ეს არის ჩვენი მოკლე პასუხი. გასაგებია. ბანერები, მოდი ისე ნაციონალურ მოძრაობას დავუბრუნდეთ. მთელი ეს ერთი თვე და უფრო მეტი ხნის განმავლობაში თქვენ დადიოდით. სოფელ კარდა ხდებოდა ამორჩევლებს. რა განწყობა, აი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ხალხს აწუხებს, რა არის ეს? და თქვენ დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ თითქმის 100%-ით პარლამენტში ხართ. ну, ვიცით, რომ სიით ხართ მე-9 ნომერი, მაჟორიტარულ წესით იყლით თქვენს და ამ შემთხვევაში თქვენ რა პრიორიტეტს გააკეთებთ ეგორის რაიონს? მე საკმაოდ ბევრი შეხვედრები მქონდა ამ ხნის განმავლობაში გოგა, დღესაც აი ამ სასამართლო პროცესის გამო მომიწია რამდენიმე შეხვედრის გაუქმება სოფელ ზერჩი და ნაკრეკიში, მე მინდა ბოდიში მოვუხადო ამ სოფლების მოსახლეობას. ძალიან ბევრ უბანში ვერ მივედი მე ქალაქში. მათაც მინდა ბოდიში მოვუხადო და მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მე დავინახე ერთი რამ, რომ ჩვენთან ცხოვრობს საკმაოდ განსწავლული, საკმაოდ გონიერი, საკმაოდ განათლებული და საკმაოდ იმედიანი ხალხი. უნდა ეს იმედი ნელ-ნელა ქრება. ერთადერთი, რასაც ისინი მოითხოვენ ამ შემთხვევაში ელემენტარულად, ეს არის ყურადღება ხელისუფლების მხრიდან. ამ ყურადღების გამოხატვა ძალიან მარტივია. უბრალოდ სურვილი არ არის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ხვალ არჩევნების ჩატარების, ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში
თუ მოვლენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები პარლამენტში და ამ შემთხვევაში დაუშვათ ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობით. იციან რომ ერთ დღეში არაფერი არ შეიძლება, მაგრამ როგორც მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, ორი თვის განმავლობაში, სამი თვის განმავლობაში შეიძლება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ მიდის და ბოლო 10-12 წლის განმავლობაში რომ ყველაფერი უკან მიდის, იმას ისინი ამას კარგად ხედავენ. ამის გამოა ის სრული ნიჰილიზმი, რაც იყო გამეფებული ჩვენს მოსახლეობაში იგივე არჩევნების მისამართით. და ერთ თემას მინდა არ შეიძლება რომ არ შევეხო იგივე მარკირებასთან დაკავშირებით. საკმაოდ ისეთი მასიური აგიტაცია მიდის და მარკირების საწინააღმდეგოდ და მე არ მინდა არც ერთ პოლიტიკურ ძალას დავდო ბრალი ამაში. მაგრამ ვიღაცის ინტერესებში შედის, რომ მარკირების საბაბით მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებს. მე არ მინდა, ასე ვთქვათ, ჩემი რაღაც იმპერატიული განცხადებებით დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ეს არის კანონიერი, ეს არ არის რაღაც აპოკალიფსური ნიშნის შესაბამისი და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ დღეს მოსწრენი გახდით იმისა, რომ საპატრიარქომ კიდევ ერთხელ გააკეთა ცალსახა განცხადება, რომ ეს სრულიად ჯდება ჩვენს რელიგიურ წამში და ეს არ არის ჯანმრთელობისათვის ნორმა. ამიტომ მე მინდა მიმართო მოსახლეობას, რომ ნუ გავხდით ამ საბაბით ჩვენ გარკვეული, ასე ვთქვათ, ნიჰილიზმის შექმნის საფუძველს მთლიანად მოსახლეობაში ერთი და ამის მეშვეობით დავკარგავთ ჩვენს არჩევანს. კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ მე მომეცა საშუალება გამხსენებოდა სულ რამდენიმე წუთის ტელევიზიაში უამრავი, ასე ვთქვათ, ზარი შემოდიოდა აურჩეველი, ასეთ კითხვას სვავდა ჩვენი ჟურნალისტების წინაშე. მათ არ მისვლიათ ბარათი, ასე ვთქვათ, მოსაწვევი ბარათი არჩევნებზე, საარჩევნო ბარათს რო ეძახით. და გვეკითხებოდნენ რა უნდა გავაკეთოთ და მოდი გავნოვარდოთ კიდევ ერთხელ, რომ ესეც არ გახდეს ერთ-ერთი შემაფერხებელი იმისა, რომ ვთქვათ აურჩეველმა იმის გამო რომ მას ბარათი არ მისვლია, არ მივიდეს უბრალოდ არჩევნებზე. რა არის საჭირო ამისთვის? სხვა შორის ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნებს მე 2 ნოემბრამდე პერიოდი მაქვს ხედულობაში არჩევნებს არ ჩაერგლო სამართლიანად წესიერად კანონის ჩარჩოებში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ნათელი დადასტურება იყო საარჩევნო სიები, მეორე გახლავთ ამორჩეველთა ბარათები. მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონი ცალსახად ითვალისწინებს ყოველგვარი ამორჩევლის ბარათის დარიგების ან მისი არქონის გარეშე ხმის მიცემას. ანუ მე მინდა თქვა ჩვენს მოსახლეობას მიუხედავად იმისა, მათ ბარათი მივიდათ თუ არა, სრული უფლება აქვს აბსოლუტურად თავიანთ საარჩევნო უბნებში და მისცენ ხმა ვისაც უნდათ. და მეორე, ჩვენ მიგვაჩნია და ეს არის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პოზიცია, რომ ხალხის მაქსიმალური აქტიურობა იქნება ერთადერთი გარანტია იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. მე მინდა თქვა ასევე ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ ბევრი თხოვნა მაქვს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მთლიანად ხალხის ინტერესებში შედის. მე მინდა თქვა მათ, რომ აუცილებლად წავდოდნენ არჩევნებს. არ მოსწონთ ოქრუაშვილი, მიცენ ხმა სხვას. არ მოსწონთ ნაციონალური მოძრაობა, მიცენ სხვა პარტიას. არავინ არ მოსწონთ გადახაზონ აბსოლუტურად ყველა, მაგრამ თავიანთი ბიულეტენი გამოიყენონ და ჩააგდონ. გასაგები. და ბოლოს ვადნერაკლი სულ რაღაც ერთი წუთი იმისთვის, რომ აი შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი და მიმართვა აურჩევლისაკენ. მე მთელი ამ ხნის განმავლობაში მივხვდები იმისა, რომ ჩემი სხვა კონკურენტებისაგან თუ ასევე ჩვენი გუნდის იგივე სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით შედარებით ახალგაზრდა ვარ, ერთი წუთი არ დამეკარგია იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ შეიძლება ბევრი რამის გამოსწორება. მთავარი არის იმედი და მთავარი არის ძალისხმევა და სწორი პოზიციის განსაზღვრა. თუ ჩვენ გავაკეთებთ ხალხს სწორ არჩევანს, თუ ჩვენს მანდატს მივცემთ ისეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად ღირსეულია და ნამდვილად დაიცავს, ასე ვთქვათ, მათ ინტერესებს. პარლამენტში მოხვედრას ძალიან ბევრი ცდილობს, მით უმეტეს რუსთავიორზე იყო სიუჟეტი, რომ 12 გენერალი შედის, რაღაც 10 სპორტსმენი, 5 კულტურის მოღვაწე, ყოფილი გამგებელი თუ რაღაცას. მომღერლები. ყველა ცდილობს პარლამენტში მოხვედრას. მაგრამ აი ამ ხალხს მათი ბიოგრაფიიდან, მათი წარსულიდან გამომდინარე, აქვს თუ არა ჯერ ერთი ამის უფლება და მეორე შეუძლიათ თუ არა კიდევ ერთხელ თვალით შეაყარონ ჩვენს მოსახლეობას, ძალიან ეჭვი მეპარება. და ჩვენი ხალხი საკმაოდ გონიერია და საკმაოდ კარგად განსხვავებს თუ ვინ რისი გამკეთებელია და ვინ რისი ინტერესების დამცველია. სხვათა შორის ამასთანავე გამოჩნდა ჩვენ ქალაქში ერთ-ერთი კანდიდატის სლოგანი გულისხმა პარლამენტში და რამდენიმე წრეში მოვისმინე კიდეც რომ ხმა რა მოუღია და როგორ შეიძლება ამ სლოგანის დაწერა საერთოდ მის საერთო სარეკლამო იმაზე.
გასაგებ და ბოლოს მე მინდოდა ეს კითხვა დამეცოთ ნებისმიერი კანდიდატისთვის ვინც აქ დებატების დროს იმყოფებოდა და ვისარგებლებ ამ შემთხვევაში და თქვენ კითხავთ. ბატონო, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. თქვენ მე აღნიშნე რომ თითქმის 99% პარლამენტში მაინც ხართ გასული, სიით იქნება ეს თუ მაჟორიტარული წესი. ასევე ბევრ გორელს აქვს შანსი შეიძლება ასე ითქვას რომ მოხვდნენ პარლამენტში. აი რამდენად იქნება თქვა იგივე გორში 32 საარჩევნო ოლქში მოპაექრე დეპუტატები თუ რაღაცნაირად ერთმანეთთან თანამშრომლობთ იგივე გორის პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად იმისა, სიით გახვალთ მაჟორიტარული წესი თუ ასე შემდეგ. საკმაოდ წარმომადგენლობითი ასე ვთქვათ ჯგუფი გამოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების შანსებიც ბევრს აქვს, კი, შანსებიც ბევრს გააჩნია, მაგრამ მე ერთი რამ მინდა თალსახად თქვა და ამითი არ მინდა ვინმე ჭრილი მოვაყენო, მაგრამ მე მაგალითად გამიჭირდება თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან იგივე აღორძინების სიაში. არა იმის გამო, რომ მე ამ ადამიანებთან შეიძლება ცუდი ურთიერთობა მქონდეს, უბრალოდ იმის გამო, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა აღორძინებასთან ვერასოდეს ვერ ვითანაშრომლებთ, იმის გამო, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა პრინციპები გაგვაჩნიათ და მათ სხვა. შეიძლება მათი პრინციპები გარკვეულწილად ემთხვეოდეს ჩვენ პრინციპებს, მაგრამ მათ თავიანთი პრინციპების თავისუფლება ვერ გამოხატონ იგივე აღორძინების რაღაც ბურკილებიდან გამომდინარე. იგივე შემიძლია თქვა სახელმწიფო ბლოკის მისამართით. ერთი რამ შემიძლია ძალსახად თქვა და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მაჟორიტარული არჩევნების განხილველობაში მე არასდროს არ მითაკილია ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაზე ნებისმიერი გავლენიანი პირის მისამართით. თუ მისი მხრიდან გარკვეული უკანონობა იყო. მე არასდროს არ მითაკილია ნებისმიერ საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღება. მე არასდროს არ მითაკილია, რომ პირადად ჩემი მუშაობის შედეგად ყამები გამეთენებინა გარკვეული კანონების შექმნაზე, როდესაც იუსტიციის მინისტრის უმოქმედი ვიყავ და ასე შემდეგ. აი ამ პროცესში მე ყოველთვის ვიქნები ნებისმიერი გორელის ინტერესების დამცველი. მათ შორის იმ გორელებისა, რომლებიც მას არ მომწევს. აი, ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ მეც ვისარგებლებ შემთხვევაში და უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი, რომ ხვალინდელი აქტიობა და ჩვენი თითოეულ ჩვენგანის მისვლა არჩევნებში შესაძლოა გახდეს სწორედ ის კატალიზატორი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს იგივე იმ საფრთხის ასე ვთქვათ გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხის წინაშეც ჩვენ გავართ. ეს არის პატარა ქაოსი ქალაქში. ამიტომ ნებისმიერ ჩვენგანის მისვლა არჩევნებზე ეს იქნება შესაძლოა ეს იყოს სწორედ აცილება, თავიდან აცილება აი ესეთი პროცესების ასეთ განვითარების. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა მაყურებელს და რა ვიცი, რამდენიმე საათი რჩება სულ არჩევნებამდე, 8 საათზე უკვე ყველა უბანი გაიხსნება. თუმცა ჩვენი სასამართლოში გავდივართ პროცესის მოსაგებაში. 8 საათზე უკვე გაიხსნება უბნები და საღამოს 8 საათამდე იქნება ღია ეს უბანი, ასე რომ ყველანი არჩევნებს ეს იქნება ჩვენი მოწოდები. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.